იცით რაზეა ეს ნახატი? თუ გამოიცანით, რომ ეს ღრამის კაფეს ტერასაა, მართალი ხართ და თუ თქვით, რომ ეს შთამთქმელი პერსპექტივის ნახატია, მაშინ ნამდვილად სწორ გზაზე ხართ. მაგრამ შეამჩნიეთ ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო სერაზე მინიშნება. არა, რადგან ხელოვნების ანალიზის პერიფერიაზე არსებობს პოპულარული თეორია, რომ ვინსენტ ვან გოგის ეს ნახატი სინამდვილეში ქრისტეს უკანასკნელ სუფრაზე მინიშნებას წარმოადგენს. უკვე ხედავთ ამას? არა, რადგან როგორც კი გაჩვენებთ, ვეღარასდროს ვერ დაივიწყებთ. კაფეს ტერასის წენქვეშ 14 ფიგურაა, გრძელთმიანი, ძვერიანი კაცი, წინა პლანზე, თეთრ სამოსში, შესაძლოა ეს იესოა, მის გარშემო კი კიდევ 12 პერსონაჟი, მისი მოციქულები. აი ეს ფიგურა, რომელიც ცარიელ კარში დგას და საიდუმლოს ფარავს, ნუ თუ იუდაა? ჩვენი ქრისტესმაგვარი ფიგურის თავზე ლამპარია, რომელიც მთელ სცენას ანათებს, ხოლო მის უკან ფანჯრის ჩარჩოა, რომელიც ჯვრის ფორმას გავს. და თუ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ გარწმუნებთ, იქნებ ის ფაქტი დაგარწმუნოთ, რომ ამ გამოსახულებაში ჩვენი ქრისტე საჭმელსაც კი არ იგებს. ან იქნებ ჩვენ ზედმეტად შორს შევედით ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატის ინტერპრეტაციაში.